2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო ანაზღაურება წლიურად 11%-ით გაიზარდა. Საქსტატის მონაცემებით დაქირავებულების საშუალო ხელფასმა 2466 ლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 259 ლარით აღემატება. ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლების შეფასებით ბოლო წლებში ხელფასების ზრდის დინამიკა არა ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდით, არამედ გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული. მათ შორის იყო წამყვანი ინფლაცია და კადრების დეფიციტი. ციფრებში ზრდა ნამდვილად სამბეჭდავია, მაგრამ ეს მხოლოდ შეიძლება ილუზორული იყოს ეს ზრდა. რეალურად ხელფასი ადაპტირდა ცხოვრებასთან და არა გაიზარდა კეთილდღეობა, ანუ რეალობითი მსყიდველოვნარიანობა. ბიზნესი არ არის კარგ მდგომარეობაში გამომდინარე იქიდან, რომ მას უჭირს დაქირავებული თანამშრომლების მოძებნა, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც ზრდაში წამყვანია. მაგალითად, ზუსტად ვიცით ჩვენ, რომ IT და ციფრული ტექნოლოგიები და სამშენებლო სექტორი, ეს ორი სექტორი ნამდვილად განიცდის კადრების ნაკლებობას და მათ უწევთ ადაპტირება და ხელფასების უფრო მეტად გაზრდა ვიდრე სხვა სექტორებში. რეკრუტინგული კომპანიების წარმომადგენლების მოლოდინია, რომ კერძო სექტორს ანაზღაურების ზრდის ტემპის შენარჩუნება 2026 წელსაც მოუწევს. რაც შეეხება სექტორებს, პირველ ადგილზე კვლავ ინფორმაცია, კომუნიკაცია და IT სექტორია, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 4373 ლარს შეადგენს. ასევე მაღალი ხელფასებია მშენებლობის, საფინანსო, სამთო მოპოვებითი და ენერგეტიკის დარგებში, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორში ნარჩუნდება და 1517 ლარს შეადგენს. კერძო სექტორის შეფასებით არსებობს მოლოდინი, რომ 2026 წელს ხელფასების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი ვაჭრობის, დისტრიბუციისა და საკურიერო სექტორებში იქნება, რაც უცხოელი მუშახელის დასაქმების შეზღუდვით იქნება განპირობებული. შენარჩუნდება მაღალი ანაზღაურება ფინანსურ სექტორში, ტექნოლოგიებში, მშენებლობაში განსაკუთრებით და ვფიქრობ, ეს საკურიერო მომსახურებაშიც უნდა დაველოდოთ, მიტანა საკურიერო მომსახურებაშიც უნდა დაველოდოთ, რომელიც საკანონმდებლო მითი გავლენით მოხდება და ასევე სადისტრიბუციო და ვაჭრობის სფერო, მანდაც აუცილებლად მოხდება ზრდა. მას საკურიერო კომპანიებმა შეწყვიტეს თანამშრომლებთან ურთიერთობა, მასთან ვიზებისაც საქართველოს მუშაობის ნება თუ არა აქვს და შესაბამისად ისინი აღარ დაასაფრენ ამათავის. ესეთ ტიპის ცვლილებები არის ზოგადად რევოლუციური ველოდებით ალბათ ხელფასების ზრდას, მაგრამ ეს ხელფასების ზრდა ამ შემთხვევაში იქნება ხელოვნური, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელოვნური ჩარევა მოხდა მთავრობის და სახელმწიფოს მხრიდან. ხელფასების ზრდის მოლოდინი აქვთ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებსაც. მათი თქმით, კადრების დეფიციტის ფონზე კომპანიებს დასაქმების მაძიებლებისთვის კიდევ უფრო კონკურენტული ანაზღაურების შეთავაზება მოუწევთ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ანაზღაურების გადახედვა ძირითადად წლის ბოლოს ხდება, შესაბამისად მიმდინარე წლისთვის ხელფასები უკვე დაკორექტირებულია. სისტემურად უყურებთ ამ თემას. წლის განმავლობაში ან წლის ბოლოს ჩვენ ხელფასები არ იცვლება. ხო, წლის დასაწყისში ჩვენ, ასე ვთქვათ, მისადაგებას ვაკეთებთ ზოგადად ინფლაციის შესაბამისად და დამსახურების KPI-ების შესაბამისად. ეს ემატება ჩვენს, ვთქვათ, თანამშრომლებს ხელფასი. და მეცაც გეტყვით, ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალი ხელფასია FS საქართველოში. საშუალო და დაბალ პოზიციებზე ნამდვილად მზარდი არის და ვფიქრობთ, რომ იმ დეფიციტის კვალობაზე, რაც ქვეყანაში იქმნება, ანუ ყოველწლიურად ვხედავთ, რომ ეს დეფიციტი უფრო და უფრო ხმალდება. ამ დეფიციტის კვალობაზე ვფიქრობთ, რომ ხელფასები მომავალ წლებშიც მზარდ ხასიათს ალბათ ატარებს ბიზნესისთვის. რაც შეეხება ხელფასების გენდერულ განაწილებას, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1952 ლარი, ხოლო კაცების 2978 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 9.8%, ხოლო კაცებში 12.2% შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.